საუბარს განვაგრძობთ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ნინო წილოსანია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების და განცხადებების მთავარი თემაა ის მიმართვა, რომელიც ვაიმარის სამკუთხედის სახელით ცნობილი ალიანსის ლიდერებმა გაავრცელეს. კანონებზე გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებზე, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგება არ არის და არ იყო, ეს არჩევნებამდეც იყო პრინციპში ჩვენთვის ცნობილი. მაშინ რით შეიძლება აიხსნა სამსაკითხის ისევ წამოწევა და რამდენად მისაღებია ან საკმარისია თქვენთვის ის არგუმენტი, რომ აი გაწევრიანების მხარდაჭერა პირდაპირ არის დამოკიდებული ამ კანონების გაუქმებაზე. ნათია, ვფიქრობ, ჯერ ჩვენ უნდა აგვიხსნან ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ამ ქვეყნის ოჯახური ღირებულებები როგორ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირთან და ჩვენი ოჯახები როგორ უპირისპირდება და ან რატომ უპირისპირდება ევროპულ იდეას. იმიტომ რომ ეს ძალიან გაუგებარია, ალბათ ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანისთვის, რას უშავებს ჩვენი ოჯახები ევროპის იდეას და რატომ არის ეს მოთხოვნა ასეთი გადამწყვეტი და საკვანძო, ხო? განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ საკანონმდებლო თუ შემდგომში მისი აღსრულების და ისტორიულ დონეზეც ადამიანის უფლებები და მათ შორის LGBT თემის წარმომადგენლების უფლებები სათანადოდ გვაქვს დაცული, ხო? ეს ერთი. მეორე, წარმოუდგენელია, რატომ შეიძლება შენი პარტნიორი გესაუბრებოდეს ასეთი ულტიმატუმების ენით, როდესაც, რა თქმა უნდა, ერთ მხარეს დგას სტანდარტების და ნორმების შესაბამისობაში მოყვანა და ჩვენ ამისთვის უამრავი ასეულობით და 1000-ზე მეტი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი მოვიყვანეთ წესრიგში იმისთვის, რომ დავახლოვებოდით ევროკავშირის პრინციპებს და სტანდარტებს, მაგრამ მეორე არის, როდესაც მოთხოვნა, რომ საკუთარ იდენტობაზე, ან საკუთარი ქვეყნის მოწყობის პრინციპზე გათქმევინონ უარი იმ ტრადიციებზე, იმ რაღაც ფუნდამენტზე, რითიც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოსულა და არაერთ რაღაც ძალიან ურთულეს პერიოდს გაუძლია და გამომძვრალა ამ ღირებულებებით და ტრადიციებით და რატომ არის ეს ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ მნიშვნელოვან და საინტერესო ოჯახში მიგიყონ. ევროპა არის უამრავი ქვეყნის გაერთიანება, რომელსაც აქვს თავისი ტრადიციები, თავისი ისტორია, თავისი მრავალფეროვნება და სწორედაც ეს მრავალფეროვნება და ეს ისტორიის და ტრადიციების დაფასება იყო ამოსავალი წერტილი, რატომაც ჩვენს ევროკავშირში გაერთიანების და გაწევრიანების იდეა მოგვხიბლა და რატომაც ეს არ იყო პრინციპულ წინააღმდეგობაში ამ ქვეყნის სუვერენიტეტთან და ამ ქვეყნის ინტერესებთან, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კომპონენტი სრულიად გაუგებარი არის, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც არის ძალიან რბილი, რომელიც ძალიან მარტივ პრინციპებს მოიცავს და არ აშავებს არაფერს, არ აფუჭებს და არანაირ რაღაც განსაკუთრებულ სისხლის სამართლებრივ დევნას არ გულისხმობს, რომელიც აქამდეც მუშაობს და არანაირი საფრთხე არ შეუქმნია არც ერთი NGO სექტორის წარმომადგენლისთვის, რომელიც გაცილებით მძიმე ფორმებით და გაცილებით მკაცრი ფორმებით მუშაობს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ეს კანონი რატომ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესზე, ანუ ნამდვილად გაუგებარია და ბოლოს დავამატებდი, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან სამართლიანად მოიქცა, მათ შორის როგორც საკუთარი ამორჩევლის, ასევე პარტნიორების მიმართ, ჩვენ წინასწარ დავაანონსეთ, წინასწარ მივიღეთ და წინასწარ გავაცხადეთ არჩევნებამდე წინასწარ გულისხმობ ის პრინციპები, რომელ პოლიტიკასაც ჩვენ გავატარებდით და შესაბამისად სწორედ ამ პრინციპებს დაუჭირა მხარი ქართველი ამორჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობამ, სწორედ ეს პრინციპები და ღირებულებები იყო, რატომაც მართლა ქუდზე კაცი დაირაზმა და მოვიდა არჩევნებზე და 200,000-ით მეტი ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ, ვიდრე წინა არჩევნებზე მიგვიღია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იქნება ეს თუ ნებისმიერი უცხოელი აქტორი, რომელიც ამ თემაზე აპელირებს, აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება, რა სურს ქართულ ხალხს და პატივი უნდა სცეს ქართული ხალხის არჩევანს. მაგრამ მაინც გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა გარკვეული არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში გაიმართოს ამ თემაზე დისკუსია და ეს დისკუსიისთვის ბზაობა შეიძლება ორივე კანონთან მიმართებაში ვიხილოთ?
ჩემთვის გულწრფელად გაუგებარი არის რა არგუმენტი შეიძლება დასახელდეს, რატომ შეიძლება ჩვენი ოჯახური ღირებულებები უშლიდეს ხელს ევროპაში გაერთიანების და გაწევრიანების პროცესს, თუმცა რა თქმა უნდა დაველოდებით ამ არგუმენტებს, მაგრამ ისევე როგორც ელემენტარულად გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვდით და ასევე მოუწოდებდით, რომ მათ შორის განხილვის პროცესში, ამ კანონის განხილვის პროცესში მოეწოდებინათ თავიანთი მოსაზრებები და ჩვენ მზად ვიყავით, რომ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ცვლილებები განგვეხორციელებინა ამ ინიცირებულ ვერსიაში, არც იმ მომენტში და არც შემდგომ არ გვინახავს, ხო? არანაირი შემოთავაზება. მათ შორის ეს კანონი მუშაობს უკვე და როგორც წინასწარ აშინებდნენ ადამიანებს, რომ თურმე რაღაც ამ კანონის პირობებში უცბად რუსეთში გაიღვიძებდა ამ ქვეყნის მოსახლეობა, დღეს ყველა უკვე იუმორის რეჟიმში საუბრობს ამ ყველაფერზე, ხო? არანაირი რუსეთი და არანაირი დიქტატურა აქ არ არსებობს და ეს კანონი არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, რაც შეიძლება ასე ვთქვათ, არსებობდეს და დემოკრატიული იმიტომ, რომ ამ ძალიან მარტივი ბმა არის დემოკრატიას და ამ კანონის აუცილებლობას შორის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით ქვეყნის მართვას. ეს კანონი გვეუბნება, რომ თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიმე სუბიექტი იმართება გარედან და ასრულებს გარედან ვინმეს დავალებებს, ამ ქვეყნის მოსახლეობამ, ისევე როგორც სახელმწიფომ, უნდა იცოდეს, ვის დავალებებს და რა დავალებებს ასრულებენ ეს ორგანიზაციები. ამიტომ პირდაპირ პროპორციული არის და პირდაპირ კავშირში არის დემოკრატია გამჭვირვალობის კანონთან და იმ პრინციპებთან, რომელიც ამ კანონით მუშაობს. მოდი ხო ჩვენ ქვეყნის შიგნით არჩევნების შემდგომი პერიოდის მოცემულობით გავაგრძელოთ საუბარი, თუმცა ისევ გარედან წამოსული განცხადებების კონტექსტში, იმიტომ რომ ამავე განცხადებაში, რომელთაც დავიწყეთ საუბარი, გამოთქმულია შეშფოთება არჩევნების თემაზე, გამოძიების აუცილებლობაზე, სხვათა შორის ამავე საკითხს გაესვა დღეს შარლ მიშელის კომენტარშიც ხაზი, რომ არსებულ ეჭვებს გაყალბებასთან დაკავშირებით სჭირდება შესწავლა. შესწავლა და გამოძიება დაწყებულია, პრინციპში ვხედავთ ბოლო დღეებია, რომ ოპოზიციის ნაწილიც გარკვეულწილად თანამშრომლობს გამოძიებასთანაც. აი რა დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ეს მოცემულობა და ეს სურათი ევროპელი პარტნიორებისთვის. თუ კი ეს საკითხი არის თან მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო. რა გზავნილები მიდის ამ თემაზე საქართველოდან და რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გაწყობებისთვის ამ კონკრეტული გამოძიების შედეგი. საქართველოს ჩატარებულ არჩევნებთან და მის გამოძიებასთან დაკავშირებული განცხადებები ცოტა მაგონებს იმ სიტუაციას, როდესაც სხვა რეზოლუციები და განცხადებებით მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, მაშინ როდესაც ის უკვე თვეების მანძილზე საავადმყოფოში იმყოფებოდა. იმდენად აცდენა არის რეალობასა და ამ განცხადებებს შორის. მათ შორის მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არჩევნებში მიმდინარე პროცესებთან და იმ სარჩელებთან დაკავშირებით და იმ განცხადებებთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება, მინდა უთხრა ჩვენს პარტნიორებსაც და საერთაშორისო აქტორებს. ეს გამოძიება წარმოებს საქართველოს პროკურატურის მხრიდან, იმ ერთ-ერთი ძალიან მყარად გამართული ინსტიტუციის მხრიდან, რომელსაც ნამდვილად არ დაუმსახურებია, რომ რაიმე უნდობლობა იყოს შეტანილი. ამავდროულად თუ განცხადების სტილი, რომ ეს გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს ქვეყნის შიგნით, არამედ რაღაც საერთაშორისო მასშტაბი უნდა ქონდეს, მე მაფიქრებინებს, რომ არ შეიძლება ეს განცხადება იყოს მეგობრული და პარტნიორული ხასიათის და განცხადება, რომელიც ამ ქვეყნის ინსტიტუციებს აყენებს ჭრდილს, გარკვეულწილად ჩვენს ქვეყანას მოიხსენიებს როგორც შეუმდგარ და განუვითარებელ ქვეყნად. ამიტომ რა თქმა უნდა, ვერ ვცემ პატივს ვერანაირ მსგავს განცხადებას, ვერც მივიღებთ ალბათ ესეთ განცხადებებს. გამოძიება წარმოებს ქვეყნის შიგნით საკმაოდ კომპეტენტური და ძალიან შემდგარი ინსტიტუციის მხრიდან, ისევე როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლო სისტემას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ იმ რეფორმების ფონზე, რომელიც ჩვენ გავატარეთ, სრულად პასუხობს კომპეტენციას და პროფესიონალიზმს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვ, რომ თუ ადარტებს გამოძიების ბედი, თვალყური მიადევნოს გამოძიებას, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოებს, რომლის ფარგლებში არც ერთ პრინციპში საერთაშორისო გაცხადებებში ბოლო დროს ჩვენ აღარ გვინახავს ფაქტობრივად საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა, ანუ აქცენტია იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე ლოკალური და ადგილობრივი გამოძიება ისედაც მიმდინარეობს. შევიტყვეთ ცოტა ხნის წინ, რომ აი ბარიელ გადალახული პარტიების ნაწილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას დააყენა საკითხი ევროკავშირის ეგიდით გამოძიების ჩატარებაზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სწორედ ევროკავშირის რეკომენდაციებში იყო მოცემული. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ცდილობის მიზანი, რამდენად შედეგიანი შეიძლება ეს ცდილობა იყოს?
ის რა ოპოზიცია რომ სასოწარკვეთილია და ისინი ყველანაირ რაღაც აბსურდულ არგუმენტს თუ აბსურდულ მოთხოვნას გააჟღერებენ, ეს ძალიან ლოგიკურია და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უყურებთ მათ ამ აბსურდის თეატრს. თუმცა მეორე მხრივ თავად ევროკავშირის ელჩის გადასაწყვეტია დადგება ის ქართული ხალხის არჩევანის მხარეს, თუ დადგება გაცალმტოერებული, სრულიად არაკომპეტენტური და სამწუხაროდ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციის მხარეს. ეს მოთხოვნა, რომელიც თუნდაც ევროკავშირის იდეის ფარგლებში ამ გამოძიების ჩატარებას გულისხმობს, კიდევ ერთი მცდელობა არის, რომ რაღაც ახალი თემა შემოიტანონ, იმიტომ რომ უკვე მიმდინარე გამოძიებას მათ ვერ მიაწოდეს ვერანაირი არგუმენტი, ვერანაირი ფაქტი, ვერანაირი მტკიცებულება და იმდენად სასწორკვეთილ პოზაში არიან, რომ ვეღარც საკუთარ ამომრჩეველს ამობილიზებენ, ვეღარც საერთაშორისო მხარდაჭერას ამობილიზებენ, იმიტომ რომ ყველა მოცემულობა, რაც ამ არჩევნების დღემ გვაჩვენა, ადასტურებს, რომ ქართული ოცნება არის მხარდაჭერილი ქართველი ხალხის მხრიდან, ამიტომ თავისთავად ყოველდღე ახალ-ახალი რაღაც აბსურდის მოგონება, ეს მათი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი იქნება, მათი საქმიანობის ნაწილი იქნება, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი პარტნიორების რა თქმა უნდა დაასრულებს ამ მცდელობებს და ამ რაღაც აბსურდის თეატრს უკვე უცხოელი აქტორების მხრიდან ადეკვატური და სწორი რეაგირებები მთელი წინასარჩევნო პერიოდი ჩვენ უყურებდით, რამდენად ეხმარებოდა გარე სუბიექტების განცხადებები ქართულ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი არც პროფესიონალიზმი და არც კვალიფიკაცია, არც ნდობა არ ყოფნიდა საკუთარ ამომრჩეველთან სასაუბრო, თუმცა მეორე მხრივ ძალიან კარგად იყენებდნენ გარედან წამოსულ განცხადებებს, ამიტომ რამაც შეიძლება რომ ეს რაღაც სრული სიგიჟე დაასრულოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე თითქმის რაღაც მცდელობა აქვს და ახლა რაღაც სხვა პიკში არიან გადასული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დაასრულებს ჩვენი პარტნიორების, სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების სწორი და ადეკვატური პოზიციონირება, მათი სწორი განცხადებები და მათი გადაწყვეტილება, რომ ისინი დადგნენ ქართული ხალხის მხარეს და ქართული ხალხის არჩევანის უგულვებელყოფა არ მოახდინონ. და ამის შემდეგ ეს პროცესი, ფიქრობთ, რომ ბარიერ გადალახული ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდება? იცით რა, მე რო გითხრათ, რომ ძალიან გულშემატკივრობ ეს ადამიანები შემოვიდნენ პარლამენტში, ნამდვილად არა, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც გარკვეული სამართლებრივი პროცედურების დაწყებას ვაპირებდით მათი საქმიანობის მიმართ, ამიტომ ისინი თავადვე თუ აკრძალავენ საკუთარ თავს, ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება და ყველაზე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება. მათ შემოსვლა არ შემოსვლას განსაკუთრებულად არ ვიდარდებდი, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის მანძილზე პარლამენტი ისედაც ოპოზიციის გარეშე მუშაობს, ისინი ფორმალურად სხედან თუ არა ჩვენს გვერდით ამას განსაკუთრებული დატვირთვა არასდროს არ აქვს ხოლმე, პირიქით შესაძლოა ნეგატიურ გავლენასაც იქონიებენ, იმდენად დესტრუქციული როლი აქვთ, მათ შორის მათი თითოეული ამ ოპოზიციის წარმომადგენლის მოქმედება სხვადასხვა გარე ინსტიტუციებთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ წასვლა და სხვადასხვა მავნებლური მოქმედებები კიდევ უფრო ართულებს იმ ქვეყნის წინსვლის პროცესს, რომელიც გაცილებით დიდი ტემპებით შეგვიძლია განვახორციელოთ, ამიტომ ამაზე არ არის საუბარი. ეს არჩევნები შედგა, ხელისუფლება უკვე ფაქტიურად ძალაში შევა და პარლამენტი უახლოეს პერიოდში გაიმართება და შედგება. ამიტომ ოპოზიციის მოქმედება ამ ყველაფერს ვერანაირად ვერც დააზიანებს და ვერც რაღაც განსაკუთრებულ მოცემულობაში ვერ ჩააგდებს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და რიგი საერთაშორისო აქტორების განცხადებები ნამდვილად პოზიტიურად იქნება მიჩნეული და ჩათვლილი იმ პირობებში, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო აგრძელებს დასავლურ ინსტიტუციებში გაწევრიანების პროცესს და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველა ის ნორმა თუ სტანდარტი, რაც გვაახლოვებს ევროკავშირთან, ეს ყველაფერი შევასრულოთ. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის კითხვა